დავიცი რომ აუ გძიმო კაფე გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ? პლასტიკსაც დაწყებას კი ნახავდით, ხმას არ ვიღებდით და გასმაინებდით. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს. პირველი სეზონია, ბოლო სერია, მე-12 სერია, არც ერთს არ გვინახავს რო იცოდეთ და შევბეროთ, შეგვიძლია. ავიდა ზმის, ო. არა ბიჭო, ხა ციგას კი დაბორი მოვიყვანე რა. საათ ახალ ბიჭო დამაწყო ნერვი. ო, შემოდი. ფეხით მოხდე. ხო. ეგრე ცუდად არის ჩვენი საქმე ბიჭო. ალე გამოჩვენება რა. დაკე. იყავი ზერაგიასთან. ხო, ვიყავ. რა ოპერა? არა, ოპერაციით მაყოფილია. ხო. რაღაც სეპოეშარონებშიო, არეულობაო. აი, ჩემ ფეხებს თუ არეულობაო. მეცი რა მაინტერესებს მაო? სანამდე ვიხმასე ვითხასავით გამოკეთებითო. ამ ეტაპზეო. რა სჭამსე? თუ ლიმონს აყოლებს. რა და ბაცა? არ ვიცი. ლიმონს აყოლებს. ლიმონი ან პორტოხალი. ხო, ლიმონია, ან პორტოხალი. ბიჭი როგორ არის? მე? სადარია. მე? მე ვიყავ კონსპირაციულ ბინაზე კონსულტი. ერთიო, მისამართი დაწერა. მე რა დაუწერე? ჰა? შეიძლება სიზარი. დაუწერდი? რა ვიცი. არ დაწერდი და იმ კაბინეტიდან ცოცხალი ვერ გამოგვიდოდი. ოხ, მაგის ნაბიჯო, დავაწერე მე მაგის. 100% მაგათი დაბრუნდა უნდა. რაკეტი გააფრთხილე ბიჭები. არა. მაგრამ ჩემი ფეხები გააკეთე. შენთან მოვედი. ბიჭო, შენთან რას მოდიოდი თუ ძმა? ძადი ბიჭები გააფრთხილე ძმო. შენ ძალიან გულჩვილი გახდი აი. შენ ვინახავ ერთი ეს მითხარდო. ყველანი ფეხებზე კიდიათო. გიჟბი შენი ტრაკეთი ფილად ქონდეს. დღეს ესენი ჩაუშვი. ხვალ მე ჩამიშვებ. სისულელებს დავიდანე. რასაც ხედავ იმას ვამბობ ძმო. რას ხედავ? რას ხედავ და აგერ ჩემი ბიჭების დაბრუნდა უნდათ. შეკიდე სპაკოინად ხარაქჩებთან და ტეკილა სუპერო. ვისი დაბრუნდა უნდა? ჯერ კიდე საკითხავია. იქნება მე და შენ უნდა დავბრუნდო. რას ამბობ ბიჭო? რასაც ვამბობ. ერთი ზერაგიას ადგილა შენ რო იყო. ვინც ხეთქიში და ყველა დაბრუნდილი ხავდეს. და მთავრობაში მოდიოდი. რას იცავდი? ტრაკი მეყოფოდა მოვიდოდი კიდევაც. მე მაღაზე არ გელაპარაკები. იმ ხალხს დასუძავდი. ვინც ზაგა გიკაფა და ვინ შენი სტაკნიანობის შესახებ ყველაფერი იცის. ყველა ცელებს ვიცოდი და გავაჩვენებდი. აი რას ვისადი. ანუ, ნათქვამია. მადა ჭამაში მოდის. თანას რა გარანტია გაქვს? რომ უფრო მეც არ მოხდოთ. მაგათ ბიჭო, ჩვენი ყველაფერი იციან და ყურებით ხოლმე დაჭერილი. მაშინ დავბრიდავდი. ვის დაბრიდავდი? იმ სამ კილერს, ჯინორიას და გეჯაძეს? ყველას. ვის დაბრიდავდი ბიჭო? შენ ერთი რამე გავუწდება რა. ზერაგია შენგან გასხვავებით უშიშროების გენერალია. პოლიტიკაში მოდის. პოლიტიკაში რომ მოვიდეს, რაღაც მაგაში თუ მოვიდეს. ზერაგია რომელია თო? ეს მაყუჩიანი არაღები რო გაატანა მაშინ კაბინეტში რო ელაპარაკებოდა. და იმას რა უნდა ამათი დაბრედო? ეგ არის ეს ყველაფერი მაგის მომენტი იყო და დაბრიდეს იმის შეგვეთილი იყო. რა არის ჩეკის ბაგაჟი?
დაკავებული საქმე და სახელმწიფო დამნაშავის გამოაშკარავება. მერე ის რომ ირაკლი მეტრეველის მკვლელობის საქმე გახმაურებული საქმეა თუ არა? გახმაურებულია, მაგრამ ჩემი ფეხებია. ეხლა რა მაინტერესებს? ზერაგიას იმ 3 კილერის მოკლე უფრო აინტერესებს თუ დაჭერა? გააჩნია რა უნდა. ჩემო ძმაო, იმ ბიჭებმა მაგისი არც ხელი იზია და არც გვარი. არც ამ საქმიანობის შესახებ აღწერა. შეგაიკაცო. ზერაგიას ორი კაცის მოშორება ჭირდება. შენი და ჩემი. იმიტომ რომ აქ ჯაჭვი გაწდება. ამის გაკეთებას რა უნდა? შეერაგებული წინააღმდეგობა დაკავების მომენტში. ესე იგი, 5 კაციანი ბანდის 3 წევრი დაკავებულია, 2 ლიკვიდირებულია. საქმე გახსნილია. ნამდვილ მკვლელები ციხეში ძიან. ზერაგიას პირად საქმეში შეტანით მადლობა. 2 კურდღელს ერთად დაკლავს. მოწმეებს იშორებს და ზერაგიას სახელი და დიდება გარანტირებულია. დასპიკი. რა გავაკეთოთ? აშპიკრობ და 3 გზა დაგჭერა. 1. უნდა ავიღოთ ჩემო ვარჯარ. ყველაფერი ჩვენ თავზე და პოლიციას უნდა ჩავყვანდეთ. ბებია მაგათისამ რა. ბიჭო, მე პაშისრენის როკი ავიკიდო და ზერაგია გარეთ ვაგულავო მაგის დეტალატი. აი ჩააფრთხო ნაგე. მაშინ მეორე. გამაიხედეთ მო. ზერაგია უნდა გავვრითოთ. ეგ არ გამოვა ბიჭო. მაგაზე არ ეფიქროთ ყველას. ეგ როც გამოვიდეს, მე გრუსთან გვექნება საქმე, გაიგეში? არის კიდე ერთი გზა. ჯაჭვი არა იქ უნდა გაწმეს, სადაც ზერაგიას უნდა. არამედ უფრო ადრე. შეგი ბიჭებზე. ხო, ბიჭებზე, მაშინ მაგის გეგმა იშლება. უვერები ხარო სხვა გზა არ არის. სხვა გზა რა არსებობს აბა? მე არ ვიცი ძმაო. მე ვიცი რომ არც ეს არის რა გამოსავალი. მაგრამ თუ უნდა მოვიგო. მე რა იქნება? მე რა იქნება? და ეს ქვეყანა გადაბრუნდება, ან ვირი მოხდება და ან ვირის პატრონი რა. ასაზე იყურები ბიჭო, მეტი ხარ. ბიჭო, ხო ისე რომ ფეხი დამოვედი. ბოლო მანქანა 10 სახელზე გადის რა. ის ერთ რამეს გეტყვი. ეხლა მთლაც ეგრეც არ არის რა საქმე როგორც ვილაპარაკეთ. მაგ ზერაგიას მე და შენ კიდე დავჭირდებით. შენ არ ინერვიულო. ხვალ ამოვალ და ფურსაც ამოგიტან რა. სიზოვე ხო? აუგზეცა ხოლმე. არა რა, დროგა მოკლეს დავიდე. დავაი. აბა ოპა. რა დაძაბული სერია რაღაც და ხდება ბიჭო. დგებიან ამას.
ორღადო. რა მინუსორი გააკეთა სტელსზე ბრა და მინუსა ხო არ ღადო ნახე რა პოზიცია ეჭირა ოპენ გემზე იდგა შეჩემა ვა რა კაი იყო საღოლძამკა ხაცხელ შუც მაგრაში უჭამ შემეშურა ბლასტის რამდენი ხანია პური არ მიჭამია ჩემი ცხელი შოთი და სმეტა პურული ყველი მეგრული ყველი საქართველოში მაინც გაქვთ შოთი აუ წყალი აღარ მინდა მხლა ნერწყვი გაყვა ცოტა ჩიტები თავისუფლები იქნებით რა. მართლა? ეს როდის მო? მალე რა. აი ძმო, დელეგატები მოგიწევთ. ეს რა გარდანები მოგიტანე. მარო გოგიქვე. ესპიანინო ადრე ყველას ედო სახში ხო იმ. ჩემი კოლექციიდან არის. ეი, სალიამი ხალხო სტრიმებზე რომ ვლაპარაკობდი ხოლმე, კესე რო იყო გაჭრილი. ყველაზე გემრიელი სალიამი იყო ვაფშე. ზოგადად ლარიანი კალბასი გახსოვთ? ზეიგიზე? პატარა რო იყო. როგორი პატარა? ბიჭო მოკლე იყო რა, რავი რა მუშტი, ხელის ხელა იყო რა. მოკლე და ცოტა მსხვილი, ხო? ხო, ლარი, იმენა ლარი ხიდა. ხალხი დაბოლოში რკინები ქონდა, ხო, პლაზმას? ხო. სიხარუში ერთად გამყოფოს ღმერთმა რა. ბედნიერები იყავით. კოცნი და გეფერებით. ეს გეფერებით რო იძახიან რაღაც რო წარმოვისახვაში რომ იჯდება რა ორი ფერი. მაიცა შენ რატო არას? ბიჭო, ვითომ არ იცი რა. 20 წელი ამ კუჭის ხულმა შემჭამეთ. მე ნაკდათ არ ვიცოდი. აბა ბიჭო, კარგად იყავით, გენაცვალოთ ჩემი თავი. მალე შეხვედრა. კარგად იყავით. ავასხათ მოდი. ენა რათა არცვა. აქტება ეს 2006 წლის სოფლიო ჩემპიონატი გადის უკან? რონალდინიო რო გაუტანა ინგლისს ეგ გოლი უნდა ყოფილიყო უკვე. ო თაბაგარი რა საყვარელია როგორ დადის შეხედე. უშინ ქონდა დაბადების დღე მე მქონი? ხო. აბა. ორა ხელა დაბიანებულია. ხო, ბიჭო. ძალიან. ესეთი ხალხი არასდროს არ უნდა ბერდებოდეს. არა, გუშინ წინ ქონდა თაბაგარს და გუშინ გენოშავდია რო არის მაგას. ისე ფაიზაღის საკონელი მაგ გამოსვალი მასალა მიღებია. ეს ის არაა ბიჭო, რო ჩაუშვა. ხო, კოშკა რო ჩაუშვა. თუს ვეღარ შენ ის მითხარი. კოშკას ვალი რამდენი? ბუს. აი, რაღაც. ხომ მივეცი კაცო. $300 ფული მივეცი, მეტი რა ხომ. როცა მეკდება დანაშასაც მივეცი. როდის მივეცი? დილით მივეცი, როდის მივეცი? მართლა? მაშ? და კიდე რამდენი დარჩა? რა დავჭა ძმო? არაფერიც არ დავჭა კაცო, მე იმისი ვალი კი არა მაქვს კაცო. შენი კრიშავარ, თელ წელიწადია კაცი არ მინახავს. მე ყოველდღე მაწუხებენ, გესმიშენ? კიდე მაგრამ მე რა
რას გეკითხები რომ სროკი რა დაგიდო? მოდის მომეცი. რა საღამოსო, რა საღამოსო. მერე? რა მერე კაცო, არა მაგა რა მიცე, თუცბაყარი, არა მაგა რა მიცე, მითხარი. დღედაღა მუშაობ, ძმაუს, რა მოგ, რა ვის ფეხეჭელებზე ფეხბურთა, ამის დედავატირე. არა მაგ, თქვენ კიდე ბუქტაფული კიდე. არა მაგ, ძმაუ, აჰა, კიდე და აჰა, დაიღე ძმაუ. რათა მაგ, თქვენი, აიღე, აჰა. დაიღე და მომაცილე, აჰა, აიღე რა. დავშვი. პოლიციიდან დავარჩენ, დავშვი. გაიხა ეს კაცი, შუაზე. თუზე მაგარ შენ ცოტა. აღარა მქსანერები ამის დედაცვადება. დღეს დილით 10:09-დან 10 საათამდე სადიღავთ. 10:09-დან? ხო გითხარით კაცო. ის ნაბოზარი მოვიდა და $300 შემაწერა. მერე რა, მე სადღა, ხო, ჩავედი და პური ამოვიდა. ხო, ქუჩაში საერთოდ არაფერი შეგმჩნევიათ? საერთოდ? ხო რა? არც არაფერი გაგიგიათ? რა უნდა გამეთქო არაფერი? კარგი რა, თუ შემართლა ახლა ვირიშვილო შენა რა. მიყვარს იმენა ლეკეთ შემართლა ეხლა ვირიშვილო. თება ქალაქმა იცის და მან არ იცის. ისა. კარგი რა, შემართლა ახლა ვირიშვილო შენა. თემი ქალაქი მეტრეველის ფულადობაზე ლაპარაკობს, ამას არაფერი არ ეგა. მოგები ახლა რაც იცით, მე მიგიყვან გაყოფილებეჭი და მე არაფერი არ ვიცი. ბიჭო, შენ არ დარეკე. ხოშკა მოკდაო. მე დავრეკე? არა, ბებიაჩემო ვართუჩა. გინდოდა და რა კაცი მოგეცილებინა. შენ ციყავ ბიჭოლებისათვის რამეს გაგიგჭობე? რამდენ? აი რომ მიგიყვან მე გაჩვენე. მოგები ახლა რაც იცი კაცო. აი ცარა. საიდან მიხვდა რო აი? აი ხო გითხარი. ხმაზე ალბათ? ბიჭო, კუშკა ხო იტყოდა რომ ის უნახეო შეჩემა. მაგ დროსო. და ამათმა მიხვდა რომ ამ ის ხო, ანუ ამან დაუდასტურა რომ ნახდად ნახა დილით. ხო აზე ხარ და ესე იგი ამან ჩაუშ, ხო. ის განყოფილებას რომ მიიყვანეს კოშკა გენო რო ეკითხება სად იყავი დილის 10:09-ვარზე რომ. არა? მე ვალი მოვცაო მე ვალესთან ვიყავია. ო მერასო. ვოლოდინაშვილი ნახე ვალი იმაქო. მე მგონი უთქრო შენი ძახი. ეს არის ვოლოდინაშვილი. არა, გასო, გასო. ო. მე კიდე მეორე იყო რა, აკა და იმან კიდე ის რა ქვია, შოფერი ჩაცხდა. მე ჩასხდნენ იმაში რა. უკი ფერის ბევრი იყო და წავიდა. აი ეს ვიცი რა. ეკერე ფერი არ ვიციო. აბერტი მანქანის ნომერი მითხარი? არ ვიცი, არ შემხედია. გაგიხდა რა. არ შემხედია და რა ვქნა, არ ვიცი. თქვენს გარდა კიდე ვინმე იყო? კი, როგორ არის, ერთი ტიპი იყო ის. ჩემი კლასელის ქმარია რა. ვინა? ვარჯიშობდა რა, ის სპორტული პიჟამა ის. ვაი ბლე. ვაიმე. როგორ შეხები დარგან, ისე დარგან. გორი? ისი? ხო. იმისი არ ვიცი რა. შენ კლასელის ხო იცი? ჩემი კლასელის როგორ არ ვიცი კაცო. შაიშ მელაშვილი იზოლდა. იქ ის ტიპი სხვა დროსაც შეგიმჩნევიათ? კი, როგორ არა, ყოველთვის დარბის ხომ რა. საერთოდ ეს ტიპი ვიცი რა. საშუალო სკოლის დამთავრების 20 წლის თავი გადავიხადეთ რესტორანში. კარგი და იქიდან მახსოვს რა. დავა, ეს გადიხარ დროზე რა. აღარ შემიძლია. დავჭიდრო დაუძახით. შე ხაბართლა ვირიშვილო. დასახელებული პიროვნება. გოჩა მინდაძე დაბადებული 1962 წელს. ცხოვრები თბილისში, კეკელიძის 4-ში არის უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი, რაც განჯისათვის მნიშვნელოვან მასალას იძლევა. თუ კი უშიშროების თანამშრომელია, ირაკლი მეტრეულის მკვლელობას შეესრო, იგი მომხდარის შესახებ აუცილებლად წარუდგენდა პატაკს საკუთარ უწყებას. ხოლო თუ კი არ წარუდგენია მაშინ? მაშინ იგი მკვლელობის ადგილზე შემთხვევით არ ყოფილა. ესე იგი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, წარუდგინა თუ არა პატაკი მინდაძემ უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ სამმართველოს. მე მაგას ვინ დაადგენს? ვინდა მე? ერთი წუთით. ერთი ზერაგია შემოერთეთ. პოლკოვნიკი ინსკირველი. ბატონო უჩა გამარჯობა. გივი ინსკირველი გაწუხეთ. ისე რა. თქვენ როგორ ბრძანდებით?
მივახცეთ ამ საქმეში. მოწმე არა ჩანს, საფხილი მით უმეტეს. თქვენთან ხომ არაფერი ახალი. არა. კარგი. ის გელოდებოდი ჩავდიებდა, რატომ არ მოხვედით? ეგ არაფერი მეც მასევა. არა, ამიდების ბრალია ყველაფერი. კარგი, კარგად გზამდებოდი. სასწრაფოდ მოძებნეთ გოჩამინდაძე და მოათრიეთ. ოპა, ეს მინდა. ისკიბები. მოწამლა ბიჭო? მაგაში რაღაცა ჭამო. თვითონ იმიტომ არ დალია. გეჯაძესთან სვავდა და ალო ვანო შენ ახარ? გისმენ ხო, გისმენ? რატო ყვირის? აქა ვარ ბიჭებთან ბინაზე. სამი კაცი როგორ მოწამლე შენ აბიჭვარო შენა, ჰა? რაო? რა ბიჭებთო? მე ვაბიჭების კალამაში, ვაფშე პლანი არ მისმის. ბიჭო, მე და შეხო მოვილაპარაკეთ ყველაფერზე, თო? ხო, ეგ როდის ჩემთან ტეკილას რო სვავდით მაშინ არა? ხო მართლა. როგორ იმგზავრე? 10:09-იან ავტობუსზე ხომ არ დაგაგვიანდა, ჰა? ყველაფერი ზუსტად გამოთვალე არა შედამპალო შენ. წარამარა საათზე მიყურებოდი, ხო? ვანო ერთ ამას გეტყვი რა. მე რა გამესმო? ნამდვილად მოვიდებოდი. მე მკვლელები დამაყენე თავზე. თვითონ კი მშვიდად ელოდებოდი ავტობუსს, ხო? გასაგებია. ვანო დამიჯერე რა. მე ასე არა ვარ ახდება თო. აზე არა ხარ არა. ვაი. ეხლა ყური დამიგდე და კარგად მომისმინე. სერაგიას გადაეცი. აი ამ ბიჭების სის გარწყევინეთ ორივეს, გესმის? სანამ ცოცხალი ვიქნები, თქვენ სის დავლევ, თქვენ ნაბიჭრებო თქვენა. არ მოგეშვები თქვენ ნაბიჭრებო, როგორც აი ესენი, აი ეს ნაბიჭრები მომიგზავნეთ არა? და ჩავაზაღლე, აი ესე ჩაგაზაღლებთ ორივეს. ვანო, ერთი წუთი მისმინე რა. მე შენთან სულთავა როგორც ანგარაც ხარ. იცოდე. მე და შენ ერთად უნდა ვიყო. თუ ესე არ იქნება, მაშინ ზერაკი ორმეს ჩავაზაღლებ იცოდე. უნდა შევხვდეთ რა. რა? უნდა შევხვდეთ? ბებია შენისა, ჩემი გასაღება გინდა რა? შენ ნაბოზარო შენ. არა, ჩვენ ისე აუცილებლად შევხვდებით. მაგრამ ადგილს და დროს მე შევარჩევ. ხო, მანამდე კი კუბო ზომა აიღე შენთვის შეახვარო შენ. ვანო. ეს ვენერა. ვენერა. გასაყვარელი კაცია. გაყვირებს გამოგებინე. რა გაყვირებს რა? ვის ელაპარაკებოდი? ეგ არ არის შენი საქმე რა. ეხლა ბავშვებს მოკიდებ ხელს და სხვა ბინაზე უნდა გადახვიდეთ. რა ხდება გურა? რა ხდება ჩემთანაც გამოგებინე გურა? ესეა საჭირო. ეხლა გამოგინით ზვიანი, ჩარჯებით მანქანაში და გადახვარ. დანარჩენს მე რეაგირს. რაღაცა ცუდი ამბავია. მითხარი გურამ სად უნდა წავიდე? ვისთან უნდა წავიდე? გურამ რატომ უნდა წავიდე? ეხლა ნუ გამიტრაკებეთ კი. რასაც გეუბნები გააკეთე. დანარჩენს მე რეაგირს. ესეა საჭირო.
ხომ, მაგრამ მაინც რატომ მოწამლა ისინი, რატომ მოკლა? ეიშორა რა ზერაგიან და რა უეჭვენე. არა, ბიჭო, მე რო ჩაეშვა, ეს ზერაგიასო დაეჭირა. ისწრები ხო იცოდე საერთოდ. იმიტებს კი არ ჩაუშოვდნენ, იმიტებს მოკლავდნენ. არა, დაიჭერდნენ და სახელს გახსნიდნენ, ზედა. რაც იბას რა, დავინოს. ნაბაზარიან რა. იცი აგერა მაშინ. რა წერს კაჭი? მუხლი როგორ მიაყოლა? აუ, ლეგენდა კაცია. ეს კაცი არ უნდა ბერდებოდეს რა, აი. მეც გაგრას ეგვინდოდა. აუ, ლეგენდა. აგრა. დიახ, ბატონო გივი. დიახ, შავდია. ჩვენ მზათა ვართ. ბატონო? აკეთ მოგზადებით? კარგი, ბატონო. არის. მთელი ეს საქმე, რომელიც თავაგარისა და ნიჟარაძის ოპერატიული მოკვლევის მასალებზეა აგებული, ერთი მიმართულებით ვითარდება. ჩემის აზრით, მზადდება ძალზე სერიოზული და გადამწყვეტი ოპერაცია, რომელიც თქვი. ჩემთვის წინასწარ ძნელია რამის თქმა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს პრეზიდენტზე თავდასხმით და სახელმწიფო გადატრიალებით. მაგაში შემართალა. პოლიტიკურ წლებში ტერაქტებს რატომღაც გულგრილად და ირონიულადაც გიუყურებენ. სწორედ მაგას შეიძლება საბედისწერო შედეგიც გამოიღოს. მოდი გადაცვა. მაგრამ დაწესიე. რა თქვენ მე ვინგული ვარ. დაწნადი გაგნებოჩა დაწნადი. ჩვეულებრივი ფორმალობა. რამოდენიმე შემთხვევას მოგცემ და გადიშვა. რა, მაგისთვის მე მაინდა-მაინც ხელების გადაგრეხა იყო საჭირო. ხომ შეიძლება დაგერეკათ. ანდა ბოლოს და ბოლოს უცხება გამოგეგზავნათ სამსახურში რა. დავიმალებოდი თუ რა? დაბრძანეთ და ძალიან ხოთ მოველოთ. მე გახლავართ პროკურატურის გამომძიებელი დილა ჭკატურა. თუ შეიძლება გითხარით. გუშინ ახლა დილას. საათამდე საგემოგებოდით. გუშინ მაგდროს სახლში ვიყავი და თურქულ ყავას გიარხებოდი. არა, რაღაც თავში შეუძლოდ გძნობდი. მაგდროს ყავა შეიძლება ხოლმე არა? ძალიან. ჩვენ ვიცით რომ თქვენ გუშინ დილის 10-ის ნახევარზე ჩვეულების სამეფო ვარჯიშობდით ბარნოვის ქუჩაზე და შემთხვევით შეესწარეთ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის ირაკლი მეტრეველის მკვლელობას. ტყუილია. არაფერსაც არ შევსწრები ვარ. კეთილი. ამას ახლა ვეღარ ლექსო. აუ, ისაკყავს. შემეშვით. თუ შეიძლება გითხარით, იცნობთ თუ არა ამ პიროვნებას? როგორ არ ვიცნობ? ჩემი კლასელის მეუღლეა, იზოლდა შაიშველაშვილის. ბოლოს როდის ნახეთ ეს კაცი? გუშინ ბაკალავრის ქუჩაზე. რომელ საათზე? 10-ის ნახევარზე. თქვენი განცხადების თანახმად თქვენ შეესწარეთ მკვლელობას. როგორ ფიქრობთ? ეს პიროვნება დაინახავდა მომხდარ ფაქტს? Конечно. აღმოიყვი. კეთილი. გმადლობთ, თავისუფალი ხართ. ახლა რაღაც სიტყვით. გუშინ დილით 10-ის ნახევარზე თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ თუ როგორ მოკლეს ირაკლი მეტრეველი. მე ეგ დანაშაულია. არა. დანაშაული ისაა, რომ ამას გამოძიებას უმალავთ.
და გუშინვე პატაკით არ მიმართეთ საკუთარ უწყებას. პატაკის დაწერას დღეს ვაპირებდი. გუშინ კალამი ვერ შევეთ? თქვენ დღეს ჩვენების დაწერა მოგიწევთ და არა პატაკის. თქვენი მოქმედება ადასტურებს, რომ უშუალოდ მონაწილეობთ მკვლელობაში. რა შეგიძლიათ ამის შესახებ თქვათ? კარგით. ყველაფერს გულახდილად ვაღიარებ. ოღონდ ეს გარემოება უხშენ უნდა დაფიქსირდეს. ბატონო გენო. დიახ. მე მგონი ძალიან საინტერესო რამე ვიგობი. საინტერესო. ერთი წუთი. ზახტება რა, ჩვენ ზუანაფეთ რა. ის რო გატესტათ. ის ჯინორიამ რომ აყუჩიანი იარაღი მოუტანა. ბალის რო ეს რო. რითიც მოკლეს ის მეტრეველი. ერთ-ერთმა კილერმა ჯინორიას მოტანილი იარაღიდან გაისროლა მეთქი. ხო. მე მგონი ის არის. კეთი ახლავე გაუში ბალისტიკურ ექსპერტიზაზე და უთხარი იმ წლებს შეადარონ, რომლითაც მეტრეველი მოკლეს. კული მიგზნობს. ისე მომიძებს ჯინორიასთან სტრეჩა. სტრეჩა. რა ტელეფონს უძმახარ რა? დამელაპარაკე რა ბიჭო? თავი დამანებე რაში ახვალოში. ბიჭო, ძალიან გთხოვ ერთხელ შევხვდეთ რა. თუ ჩემი ძმა ხარ შევხვდეთ. კიდევ რა გინდა? ერთხელ ხო შევხვდი, რა ხედი ვნახე. ბიჭო, ზომობას გაფიცე, ვიცოდე ეს რამე რა. აი იმ დღეს უბრალოდ დამთხოვა იყო და ვაფშე არაფერს ვაშკი არა ვარ რა. ვის უნდა შენი ძმობა შენ აბოზაროში? ბიჭო, ვანო მესმის რა, შენ ადგილას მეც ეგრე ვიფიქრებ. არ გამთხულებ, მაგრამ ერთხელ კიდე უნდა შევხვდეთ, ბიჭო, დამიჯერე ერთხელ რა. ყველაფერი გარკვეულია. იასნია რომ ბოზი და ჩამშვები ხარ. არ არის ბიჭო ეგრე, არ არის მეთქი რა, გეუნები რა. ვანო! გესმის თო ჩემი, ვანო! შენ მართლა კიდე შეხვდე რა. ბიჭო, მინდა აბარა ერთხელ და სამუდამოდ შევხვდე და გავაიასო და ყველაფერი რა. კარგი. იროშირორკინა ბეტონის ქარხანა იყო ხო გახსოვს? მახსოვს, ხო. და იქ მოხვალ ამ სალონს. რომელ საათზე? არ ვიცი, 5-ზე ან 6-ზე. ბიჭო, თქვი რა თუ ზოგადად 5-ზე თუ 6-ზე რა? 5-ზე. 5-ზე იქავარ რა. ოპა. ეს არის ზერაგია ბექა. აი ეს ტიპი. შენ მართლა კიდე შეხვდე რა. ბიჭო, მინდა აბარა ერთხელ და სამუდამოდ შევხვდე და გავაიასო და ყველაფერი რა. კარგი. იროშირორკინა ბეტონის ქარხანა იყო ხო გახსოვს? მახსოვს, ხო. ხო და იქ მოხვალ ამ სალონს. რომელ საათზე? არ ვიცი, 5-ზე ან 6-ზე. ბიჭო, თქვი რა თუ ზოგადად 5-ზე თუ 6-ზე რა? 5-ზე. 5-ზე იქავარ რა. ვინ არის ახლა? და ეს ვინა? ვინ? ეს ჯინორია არ არის. არა, ეს უსმენე ტელეფონზე და იქ შეუტანეს. ვიღაც ტიპი. ოდა ვინა რომ იდის ვარაჩვენებს კამერაში. თანამშრომელი იქნება უშიშროების. რატომ გონია ის პროკურორი? არა. სათვალეებია. სათვალეებია პროკურორი. ხო. არა, ბიჭო, პლასტიქს იმის ამან ხო დაავალა ამ ზერაგიამ და იმას ხო უსმენდნენ ამ ჯინორიას და ყველას. ხო და იმის მერეც ხო უსმენენ, რავი, სადაც მიდის ყველგან იმაშობიან, იჩითებიან და. აშკარად ანუ უსმენდნენ. მოხერამე.
იგი აი წავალთ ახლა მეცდები ერთად ვართ კი ბატონო კარგით ბიჭო მომისმინე ლექსო ზერაგია შაულია ჯინორიეს და გეჯაძის რაზგավորისთვის და გადავუწყვეტი ალბათ ახლა იმათი მოცილება მიხდი და ჩვენ უნდა მივასწროთ მაგათ ხალხს რკინა-ბეტონის ქარხანაში ალეო ბატონო გენო ზერაგიას ჯინორიას და გეჯაძის ლაპარაკებს ჩაულიათ მე და თაბაგარი ვართ ვესწრებით მივუსწროთ მაგათ ხალხს თქვენ დახმარება გამოგვიგზავნეთ რკინა-ბეტონის ქარხანაში რკინა-ბეტონის ქარხანაში ლილოში ხო ახლა ესე პირდაპირ აი ხედავთ მაგარ ტერასა როა მარცხნივ უნდა შევუხვიოთ ახლა აკა ნელა ხო ნელა სად ახლა პირდაპირ ხო მე მარჯვე ხო მაკაროვები ქონდათ ადრე? რა ბიქა? მაკაროვები ქონდათ? კი, მაკაროვები ქონდათ. ო. ახლა მარცხნივ შევუხვიე. აი გაჩერი. ახლა ყურადღებით იყავი. აგაჩიო. რო დამინახავ, დაგუგე მაგარა. Сочидра. რიგავიდე და ამას თაბაგარს ახლა ვინ უთხრა ეგ? უსმენენ ბექა ტელეფონზე ხო ლაპარაკობდნენ. ბიჭო, ესენი. თაბაგარს და ჩანაწერი ხო მიუტანეს. ხო და თაბაგარს ვინ გადმოურეკა? უშიშროები. ხო და რას გეკითხებით? ანუ ის ჩანაწერი მიუტანეს ზერაგიას და თაბაგარს უთხრა მერე ვიღაცამ შეჩემა. ეგ არის. რო ზერაგია აპირებსო ორივეს მოშორებასო. ვიღაცა ყავს ეთყობა. ხდები ხო და ეგ თაბაგარმა დამოზგა. ზერაგია აპირებს მოშორებას ორივესო. ლექსოს რო უთქვა. იმას ტელეფონზე არ უთქვამს. ტელეფონზე არ უთხრა კაცო? არა, ლექსოს უთხრა. 37-32-ზე ვართ. აი? გადადე? ხო. ეხლა უსმინე? კი, აი. წავალთ ეხლა. მეცდები. ერთად ვართ, კი ბატონო. კარგით. ბიჭო, მომისმინე ლექსო. ზერაგია შაულია ჯინორიეს და გეჯაძის რაზგավորისთვის. და გადავუწყვეტი ალბათ ახლა იმათი მოცილება. მიხდი? ალბათ. ხო, თაბაგარმა დამოზგა. დაკე ატანე გიაგაიცე აშოვი ვანო უირაღო ვინც უარესი შეთვის შედამპალო შენა დავიშვი არაღი ჩქარა დროზე აკა ჩამიშვი არა შენ ნაბოზარო შენა ურა მოდი ეკა მე არ ვიცი რა ანგარიშები გაქვთ ერთმანეთში არც მაინტერესებს
5 წუთში გაჩნდება სპეცნაზი. ზერაგიამ გადაწყვიტა თქვენი მოშურება. გინდა გადარჩეთ, წამოყევით მანქანა 100 მეტრიშია. ვინ არის ეს კაცი? ბიზინა ვარ, თაბაგარი, რა იყო? ოღონდ რა? მე რამდენი მაყუთი ამას მიეცი შეგოიმოშე. აი შენი მაყუთი აჰა შეიკვეხე ტრაქში. ზერაგია ხალხია. დაგაზე. აუ რა წაყვარელი კაცი. დაგაზე. ეს მაგარი სპეცნაზია. 500 მეტრისაკენ და რო ესროლა. გივი რას მორბის და სასაული კაცი. მოგივიდა. ნელა. როგორ ახარ ბიჭო? ბიჭო, მიდი რა. ლექსო ჩაუჭიქი. მანქანაში და წაღები შენთვის ეგრე აჯობებს. მიძინა. აი, გეუნები რა. მედიკოს სიკვდილში. საერთოდ მალე არ მიწოს. იცოდე რა. ოღა ეხლა რა? ახლა მიდივარ მეთქი რა საიქიოში. და მედიკოს ვკითხა. უკათამაზე რა გიზია. კატამაზე ვიარაღე რა ჯიბეიჭაი. კატამაზე რა გიზი ბიძინა დაჭრილა წაიყვანა ის ბურგილები დააცო. ეს მარტლა გაარტყეს ის საერთოდ. როქსო. ვაგავა. ბიჭო. გონები ბრიძები რა და რიზიკოს მიიღებენ. აი რა რატო სიკვდილია რა. მიიღედა ხო? დავე. უზარ დროზე რა. მეგობარ ნუ გიშლება. რა ხდება ბრატ რა რუსული დროშო ის კარგის ეთყო დაელჩო რა საელჩო ბიჭო რა ის სუდადა რისი საელჩო ჩაევია დრომია რაღაც მაშინ ის არის საზღვარი მაშინ კიდე რა ვარიანტები გვაქვს ჩამოწერი რა A B C D M7 ზერაგია გარბის ის ხო ჩაუვარდა ზერაგია გარბის? ხო დროპი ჩამოვიდა თუ ეს მანქანასაც გააძრეს მას გაფიცე ეს ის მანქანა პაგრეში გამირო დაუხედე და მეორეს Где начальство? Там, где положено. Зови начальника наряда. Давай. В чем дело? МВД Грузии полковник Инскирвели, следователь Чкадуа. Капитан Ижболдин, слушаю вас. Нам нужен командир части. По нашим данным, на территории аэродрома скрывается опасный государственный преступник. Так, докладываю. Командира части нет. В данный момент он вызван в штаб ЗАКВО. Посторонних лиц
на территории части нет. Ну в этом мы должны убедиться. Повторяю, на территории части посторонних лиц нет и не может быть. Без приказа пропустить вас я не могу. პირველად ნახე ეს ვიტრინავი ასე რომ მიდიოდა. შენ იცოდი რომ ეგრე ფინდება და ჟდებოდა. წავიდეთ ბატონო გივი არის ამათან თავის დამცირებით. ამ საკითხს სხვა დონეზე დავუყენებთ ამათ ხელმძღვანელობას. შენ ფიქრობ რომ გააპარეს? აბა რა სიზამთმენ ესენი. Ну ладно, капитан. Надеюсь, мы еще встретимся. რაში უნდა ეს ყველაფერი იმას რატომ გააჩალიჩა ბოლოს გასაქცევად თუ ვეიყენა სა აგენტია პლასტიქს რუსეთის ელისფლებაში უნდა დამოსვა პასი მორჩა დათიშე ბიჭო რასაირად მორჩა რა იმედი არ დაიღუპება მაგრამ თავაგარი ვერ დაიღუპება. თავაგარი მთელი სერიალი უნდა იყოს. თავაგარი დაიღუპოს უნდა მორჩეს ეს როგორი პოტია იცით ხალხო აი სერიალში რომ მაგრა დაგევასება ტიპი რა თავიდან რომ დაიწყო თავარ როლში როა. ხო შანსი არაა რომ მოკვდეს. სულ რომ თავში ესროლონ ვერ მოკვდება ის. ასე რომ შემდეგ სერიებამდე დროებით და ტვინს ნუ ბურღავთ გთხოვთ ბიჭ ნუ იცით ეს დადე გვიან მოვდივარ სახლში დაღლილი მოვდივარ როცა მცალია ხოლმე სულდებ კვირაში 4 სერია დაიმახსოვრეთ 1,000,000% იქნება ხოლმე კვირაში 4 სერია როდის იქნება არ ვიცი მაგრამ ყოველ კვირა 4 სერია იქნება შეიძლება დღეში 2 დაიდოს ასე რომ ძალიან გთხოვთ როცა დავდებ უყურეთ არხი გამოიწერეთ და ლაიქით დროებით